ტურისტული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვე დეკემბერი კლებით დასრულდა. ის, რაზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ბოლო თვენახევარი აქტიურად საუბრობენ, უკვე რიცხვებშიც გამოჩნდა. გალტენ ტაგარტის შეფასებით 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10,1%-ით 220 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ყველაზე მეტად დედაქალაქზე აისახა, სადაც საახალწლო პერიოდში ტურისტული ნაკადები მოსაოდნელზე დაბალი იყო. მათი თქმით, კლება არა მხოლოდ ევროპული, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც ფიქსირდებოდა, რაც საბოლოოდ მათ შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა. 2023 წლის შეჯამება 2024-თან საკმაოდ მინიმუმ 20%-იანი, 15-20%-იანი ფასდაკლის კლება იყო. დეკემბერში ველოდებოდით რაღაც თვით ნაკადს, სამწუხაროდ ის არ შედგა, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყნების ტურისტებზე ვარ დამოკიდებული და იქიდან გამომდინარე რაც ხდებოდა ქვეყანაში, ფაქტურად შეეშინდა და არ ჩამოვიდა, იმიტომ ველოდებით ბევრს სასუნხეთიდან. საერთოდ ესე ხდება ხოლმე ბოლო წლებში, რომ სასუნხეთიდან ჩამოდის ბევრი და ყველა აქ ატარებს ახალწელს, მაგრამ წელს ალბათ 20-25% ჩამოვიდა იმ ხალხის ნაკადისა, რასაც ველოდებოდა. საერთოდ იანვარი და თებერვლის ბოლომდე თითქმის ძალიან low სეზონია, ესე დაბალი სეზონია, მაგრამ ხო გვაქვს წინა წლებთან შედარებით ის და რაღაც აღრიცხვიანობა. აქედან გამომდინარე, იმ წინა წლების აგრესიონებისგან კიდე მაინც დაკლებაში ვართ დაახლოებით 15%, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის თქვი, რომ ეს ქალაქი ქვეყანაში ესეთი სიტუაცია. იმაზე, რომ გასული თვე სტუმართ მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით რთული იყო, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევაც მიუთითებდა, რომლის თანახმადაც 1-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ტურიზმის ბიზნესის 221 ორგანიზაციის ჯამურმა ზარალმა 5 მილიონი ლარი შეადგინა. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ყველაზე ნეგატიურად თბილისის სასტუმროების დატვირთულობაზე აისახა, სადაც ტურისტული ჯავშნების გავქმებასთან ერთად მასობრივად გაუქმდა სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებები და კონფერენციები. თუ მთლიანიდან ავიღებთ, დადებითი მუხტი შეინარჩუნა რეგიონებმა, სადაც რა თქმა უნდა იყო უკვე წინასწარ დაჯავშნილი ღონისძიებების გაუქმება, თუმცა მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე რეგიონი მეტნაკლებად უსაფრთხო ლოკაციად მოინიშნა და ამიტომ გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. დედაქალაქზე ვერ ვიტყვი იგივეს, მაგრამ შემიძლია განსხვავებული სურათი წარმოგიდგინოთ თვითონ დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციებზე და პერიფერიებზე. პერიფერიების ნაწილში ოდნავ მოიმატა ღონისძიებების რაოდენობა, ცენტრალურ ნაწილში მთლიანად განულდა. ძალიან დიდი ზარალი მიიღო სექტორმა, ეხლა ულაპარაკოთ დიდი ზარალი მიიღო დეკემბრის თვეში, შექმნილი მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის მეორე ნახევარსა და იანვრის დასაწყისში, მათ შორის ქართველი დამსვენებლების ხარჯზე, კურორტების სასტუმროებისთვის დატვირთულობა შედარებით გაიზარდა, რეგიონების სტუმართ მასპინძლობის სექტორის ნაწილი ვიზიტორების სიმცირეზე საუბრობს. კლება ყველაზე მეტად ევროპელი ტურისტების მიმართულებით ფიქსირდება. ყველაზე დიდი უარყოფითი ცვლილება, რაც შეიძლება ყოფილიყო, ეს არის ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისი ზოგადად გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა სეზონზე დიდი იყო მოთხოვნა. შარშანწინდელი ან 2003 წლის მონაცემები საკმაოდ დადებითი იყო და იმედი ჰქონდა, რომ იგივე მონაცემები იქნებოდა წელსაც შენარჩუნებული, თუმცა დეკემბერი იყო პირველი თვე, როდესაც წინა წელთან შედარებით კლება იყო. კლება შეიძლება არ იყოს აღსნობი ან ძალიან დიდი, თუმცა რა თქმა უნდა მოვლენები უფრო უკეთესი ჰქონდა და იმედი ჰქონდა, რომ 2023 წლის მონაცემებს გადავუსწრებით, თუმცა ეს არ მოხდა. კლება ძირითადად იმდენად ჯგუფებიდან გაუქმებიდან არ ყოფილა, რამდენადაც ინდივიდუალური სტუმრების შემცირება იყო და სამწუხაროდ ეს ტენდენცია ჯერჯერობით კიდე არსებობს, არ არის იმდენად ბევრი ინდივიდუალური დამსვენებელი. რთული 2024 წლის შემდეგ 2025 წელიც ბუნდოვნად დაიწყო. ამის შესახებ ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში აცხადებენ, სადაც ამბობენ, რომ გაზაფხულის და ზაფხულის სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები მოსაოდნელზე დაბალია. შესაბამისად, დარგის წარმომადგენლები ელიან, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გაუარესებული იმიჯის ფონზე მარტივი ტურისტული სეზონი არც მიმდინარე წელს იქნება.
დეკემბრის თვე ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის იყო საკმაოდ რთული და ბუნდოვანი გამომდინარე სტატისტიკიდან, მიმდინარე ჯავშნების გაუქმებიდან და შესაბამისად 2025 წლის იანვრის თვე პირველი თვე დაიწყო. ასევე ბუნდოვანებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაზე ვერ კეთდება გათვლები ტურისტული პაკეტების მიზნობრივი სტრატეგიული ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც გვინდა რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო ვიზიტორები. იანვარში ვერ ვაკეთებთ კონცენტრაციას ზაფხულის ნაადრევ ჯავშნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნდოვანი არის ჩვენი ახლო, საშუალო და გრძელვადიანი მომავალი. აქედან გამომდინარე 25 წელი უკვე პროგნოზირების თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კრიზისული იქნება ტურისტული კომპანიებისთვის კერძოდ და შესაბამისად ჯაჭვურად უკვე ყველა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციისთვის, როგორც სასტუმროებისთვის, ღვინის მარნებისთვის, კვების ობიექტებისთვის და ასე შემდეგ. გალტენ ტაგარტის გათვლებით, დეკემბერში შემცირების მიუხედავად წლიურ ჭრილში 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.9%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე დაზარალებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართებოდა. თუმცა, როგორც თავად ტურიზმის სექტორის ნაწილი აცხადებს, ჯერჯერობით ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა არ ჩანიშნულა.